მოგესალმებით მეგობრებო. ეთერშია პროექტი Veritas. მე მისი წამყვანი ირაკლი მეფარიშვილი. დღეს სტუმრად გთავაზობთ ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს. მოგესალმებით ზაზა, მიხარია რომ ჩემი სტუმარი ხარ. ჩვენ ზაზა შევთანხმდით რომ ვისაუბრებდით პოსტსაბჭოთა საქართველოს თანამედროვე გლობალიზაციაში ტრანზაქციის პროცესს და განვიხილოთ ეს პროცესი ფილოსოფიურად. და მოდი ჩვენი დისკუსია გავხსნათ ჯერ ზოგადი კითხვით და შემდეგ ალბათ კონკრეტიკაში უკვე საუბარი გვიჩვენებს და ჩავალთ. როგორ მიმდინარეობს ეს ტრანზაქციის პროცესი შენი აზრით? ძალიან მოკლედ რო გითხრათ, რთულად მიმდინარეობს ეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით. დიახ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მიმდინარეობს ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს. ერთი ფაქტი არის, რომ როგორც იქნა ასპარეზზე გამოვიდა, როგორც იქნა გამოჩნდა თაობა, რომელიც თავისუფალ გარემოებებშია გაზრდილი და რომელიც არის მენტალურად მიჯაჭვული აი იმ სტრუქტურებთან, სქემებთან, მენტალურ სქემებთან, მენტალურ სტრუქტურებთან, რომელიც უბრალოდ მოგოხსნებს დაკავშირიდან, გვინდა. ჩვენ ძალიან მძიმე სამყაროდან მოვდივართ. მე ხასაბჭოთა კავშირზე არ გულისხმობ ჩვენ საკუთარ ქართულ სამყაროს. რა თქვენ არ გეხსოვებათ, რა თქმა უნდა და რომ ახსოვს ის ოფედელობრივი რელიეფი, რომელიც თუნდაც 80-იანი წლების საქართველოში არსებობდა, 80-იანი წლების მეორე ნახევრის საქართველოში, როდესაც აი დუგრილი დაიწყო. შეუდარებლად წინ წავედით. შეუდარებლად. რა წამოიდგინეთ 80-იანი წლების ბოლოს შეხვდებოდა სრულიად უცნაური, რაღაც ფანტასმაგორიული მსოფლმხედველობრივი წამონაქმნები, რომლებიც ქართული სახელმწიფოს შექმნას იქადნებოდნენ. წამოიდგინეთ თქვენ, რომ არსებობდა რაღაცა ორგანიზაცია, რომელიც მრგვალი სოფლის იდეით იყო შეპყრობილი და ფიქრობდა, რომ საქართველოს აღორძინება დაიწყებოდა მას შემდეგ, რაც შეიქმნებოდა მზის სოფლები, მრგვალი სოფლები, სადაც საგვარეულოები დასახლდებოდნენ სხვადასხვა სეგმენტებში, ან წრისა და ყველა საგვარეულოს საკუთარი დროშა უნდა ქონოდა და ეს არ იყო მცირე რიცხოვანი ჯგუფი ადამიანებისავე, რამდენჯერმე მიინახავს 80-იანი წლების ბოლოს რამდენიმე ათეული ადამიანი საგვარეულოს დროშებით ხელში, თვითონვე ქმნიდნენ ამ დროშებს, ხატავდნენ ამ დროშებს, მიდიოდნენ ჭავჭავაძის პოსტმენების შუა უწყვეტ ხაზზე, მიემართებოდნენ და ამ იდეას სახდენდნენ, პოპულარიზებას სახდენდნენ. იცით, აი თუ ანალოგია გნებავთ, ეს იყო აი სამყარო, რომელიც შეიძლება გვეწყინოს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, ძალიან ახლოს იყო პლატონოვის ჩევენგურთან. აი როგორი ხელთუყარებიც იყვნენ ჩევენგურელები კომუნიზმის შენებლობაში და როგორი კი მითოპოეტური, მაგრამ მითოპოეტური წარმოდგენები ძალიან მწარედ შემოუბრუნდება ხოლმე ადამიანებს. ეს დაგვიმართა ჩვენც, ხო, აი ახლა 80-იანი წლების მეორე ნახევარში ალბანური ჭეშმარიტება იყო ძალიან ბევრისათვის, რომ დამოუკიდებლობას მოვიპოვებდით თუ არა, თურქეთის ქართული ტერიტორიები უნდა დაგვიბრუნებინა. ეს რეალური პროექტია გქონდა, აბა დედიშენიშვილი იყავი და გეთქვა, რომ არა, ეს არ შეიძლება, ამაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება, ჩვენ უმწეო სახელმწიფოს. ხო. შეიძლება ოდესმე დადგეს, მაგრამ ეხლა ამით დაიწყო ეს ნიშნავს, რომ შედიხარ კომპლექსში. კომპლექსში შედიხარ იმ თავითვე შენს მეზობელთან. ნუ კიდე რა გავიხსენო, ახლა უამრავი რამის გახსენება შეიძლება თუნდაც ეს იყო ესეთი ორგანიზაცია, სახელი და ამავე ორგანიზაციისა, რომელიც ყოველ წელიწადს იქადნებოდა 9 აპრილს ყოველ წელიწადს იქადნებოდა მეორედ მოსვლით. დიახ. როგორც ასე იმენა ძაფრის შაბიცლება ქონდათ ამ ორგანიზაციის წევრებს თუ მათ ლიდერს 9 აპრილის გამო, რომ გვპირდებოდა და ისინი მოითხოვდნენ, მთელი სერიოზულობით მოითხოვდნენ, რომ ხელისუფლებას თუ არ დაუთმობდით მათ წარმომადგენელს, აუცილებლად იქნებოდა მეორედ მოსვლა და ქვეყნიერება დაიღუპებოდა და ხოლო თუ მათ წარმომადგენელს დაუთმობდით, მაშინ ქვეყნიერება გადარჩებოდა. არ იყვნენ ცოტანი ეს ადამიანები. და რამ გამოიწვია ესეთი ანუ ბოდვითი ტიპის რაღაცა პროგრამები თუ მსოფლმხედველობები თუ შეხედულებები, იმიტომ რომ სამწუხაროდ ის არის, რომ ეს შეიძლება დავუკავშიროთ რაღაცა ჩვენს სიყმაწვილის ერთგვარ მდგომარეობას, როცა ერი რაღაცნაირად ახალ ტრანზაქციაში გადადის და მას შეიძლება ქონდეს რაღაცა ფანტასტიკური იდეები, მაგრამ ფანტასტიკური იდეებს დღემდე ვერ მოვეშვით. აი დღეს იმდენად რთულ ფანტასტიკურ იდეას ვთავაზობთ,
საზოგადოებას და ეს პრაქტიკულად საერთაშორისო სივრცეშიც გავიტანეთ, როგორიც არის ეს კონსპირაციული თეორიები, რომლის გამოურება უბრალოდ მეუხერხულება იმდენჯერ გავიმეორე ეს რაღაც. სამწუხაროდ ეს არის ისეთ ადამიანები, რომლებიც ადაპტაციურ კრიზისს განიცდიან, რომლებიც გრძნობენ, რომ ვერ მოერგნენ იმ სამყაროს, რომელშიც ისინი არიან, ისინი იოლად წამოიგებიან ხოლმე მსგავს თეორიებს. ეს იგი სამყარო არ არის ისეთი, როგორცაც გვეუბნებიან, ეს იგი სამყარო სხვანაირია. მაგფარული მტრებია. მე კი არა ვარ უმწეორო რაღაც გავაკეთო, არამედ არსებობენ ფარული მტრები, რომლებიც საგანგებოდ ზრუნავენ იმაზე, რომ მე ვერაფერი ვერ გავაკეთო. და იოლია ასეთი ადამიანების წამოგება ასეთ იდეებს. ძალიან იოლია, შენ შეგიძლია მემართვესაც დამიჯეროთ ძალიან კარგად იციან იმპერიალისტმა სტრატეგოსებმა. როგორ შეიძლება ესეთი მცირე საზოგადოებებში სოციალური ფენების მანიპულირება და მათი მსოფლმხედველობების მართვა, ხო? ახლა წარმოიდგინეთ ეს გაჟღერებული იდეა იმის შესახებ, რომ მამაკაცებს გაათხოვებენ. ახლა ეს ელემენტარული მე ფსიქოლოგია არ გახლავთ, მაგრამ ელემენტარული ფსიქოლოგიის ამბავია, რომ ეს ყოველი მამაკაცი არის კასაციის შიშის მატარებელი, ხო? მაგრამ პირდაპირ ამ პროიზმა მთელი მონოგრაფია მიუძღვნა და პირდაპირ ამ წერტილში დაარტყეს ამითი. ეს პირდაპირ მამაკაცებს გაგათხოვებენ, მოგწველავენ ამას გიზამენ, იმას გიზამენ. ახლა კონკრეტულ პოლიტიკურ თემებზე ჩვენ ალბათ არ ვაპირებთ საუბარს, მაგრამ მაინც ვახსენებ, ახლა შემთხვევითი არ იყო, როდესაც ოჯახური სიწმინდის შესახებ კანონი შემოვიდეს. ვითომ რა, ახლა თითქოს ერთი შეხედვით, ახლა ჩვენი ეს განათლებული და წინ წასული პოლიტიკური ოპოზიციური პოლიტიკური საზოგადოება ირონიით შეხვდა ამას და ანუ ეს პრობლემა არ იყო ეს. მოაწყეს აი ამ პროექტის საჯარო განხილვა რეგიონებში. და აი თუ კი რეგიონებში ოპოზიციას არ ქონდა კარგად საქმე, ერთ-ერთი ეს მომენტიც იყო. რეგიონებში პირდაპირ უხსნიდნენ, რას ერთი ემუქრება მათ დასავლეთი. და ეს უბრალო ადამიანი, რომელსაც ისედაც ირაციონალური შიშები აქვს ცხოვრებისა, კიდევ უფრო ისედაც გაუცხოებულია იმ გარემოსაგან, რომელშიც არის, კიდევ უფრო გაუცხოდა. მუშაობენ, სერიოზულად მუშაობენ. და ესეთი ადამიანების წილი, ახლა თქვენ კითხვას დაუბრუნდეთ ქართულ საზოგადოებაში. ეხლა რა თქმა უნდა ისეთი არ არის, როგორიც იყო. ასეთი ამათი წილი იყო ძალიან დიდი. ძალიან დიდი, ხა წარმოიდგინეთ, ამას ხშირად ვეცერებ ხოლმე ამ ფაქტს, რომ ერთ-ერთ ოპოზიციურ ლიდერებს 80-იანი წლების ბოლოს შეეძლო 20,000-იანი, 30,000-იანი მიტინგი შეეკრიბა და ამ მიტინგზე განაცხადებინა, რომ ჩვენ ვიბრძვით ერთიანი ქრისტიანი დემოკრატიული ნატოს წევრი ნეიტრალური ქვეყნის შესაქმნელად. ამდენი გამომრიცხავი. პოსტულატია ამ განცხადებაში. ანუ ყველაფერი კარგს მოუყარა თავი. და ნეიტრალური. და ეს უბრალო ადამიანი ამას უსმენს და ამ წინამდებობას კი ვერ გრძნობს. ესე იგი შესაძლებელია ეს ავტორიტეტული ადამიანი ამას რომ მეუბნება, ესე იგი შესაძლებელია ისე ხო არ მეტყვის. და საერთოდ დიდი ტყვილი ან დიდი სისულელი ახდენს საღიაზის პარალიზებას. და ამაზე თამაშობს რუსული პროპაგანდა საქართველოში, გამუდმებით ამაზე თამაშობს. აი ამ ტრანზაქციის პროცესში ერთგვარი, ასე თქვათ, მნიშვნელოვანი საკითხი არის ალბათ ერის სეკულარიზაციის საკითხი და ანუ საბჭოთა სისტემაში კომუნისტური იდეა იმ საკრალურ ფუნქციებს შეიძლება რაღაცნაირად ითავსებდეს, ცდილობდა ან შეეთავსებინა, რომელიც შეიძლება რელიგიურ ინსტიტუციამ შეითავსოს და რელიგიაც მაინც მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა და ესეც ასრულებდა რაღაცა ფუნქციას, თუმცა არა იმდენ ძალიან მცირეს. და შემდეგ ამ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ რელიგიური ინსტიტუციის, როგორც საკრალური ფუნქციის შემსრულებელი ინსტიტუტის ფუნქცია მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამ ტრანზაქციის პროცესში მე როგორც ვაფასებ, ბევრი მოდერნიზაციის მოდელის დამაბრკოლებელი გარემოებაც გახდა. აი, რატომ აღმოჩნდა ქართული საზოგადოება ღრმად, ასე ვთქვათ, მოწყვლადი რელიგიური, ასე ვთქვათ, თემის მოქცევისკენ და რატომ აღმოჩნდა შემდეგ რელიგიური თემი ერთგვარი დაბრკოლება აი ამ მოდერნიზაციისკენ. ხო, სამეცნიერო რთული და ესეთი კითხვა არის, უნდა გითხრათ. ჯერთი იმ თავითვე
ჩვენს ინტელექტუალურ ელიტებს გულისხმობ პოლიტიკურ ელიტებს პირველ რიგში, იმიტომ რომ მათზე იყო ბევრი ამ დამოკიდებული და საზოგადოებრივ ელიტებს. თუნდაც იმ არასამთავრობო სექტორს, რომელიც ყალიბდებოდა 90-იან წლებში, უნდა გაითვალისწინებინათ, რომ ადაპტაციური კრიზისის დროს მკვეთრად იზრდება რელიგიური ინსტიტუციების მნიშვნელობა. მკვეთრად იზრდება, ადამიანები იწყებენ გამოსავლისებნას. ისინი ცდილობენ მიაგნონ იმ ჰორიზონტს არსებობისა, სადაც ჰარმონიაა, რომელიც სიმშვიდეს მოგრის მას, სადაც მას აუხსნიან მისი ტანჯვის, წამების, ტკივილის და ასე შემდეგ მიზეზს და სადაც ნუგისმიერებენ ისინი. ამ რელიგიურ ინსტიტუციებს ვერ ჩაანაცვლებს არასამთავრობო ცხადი. აქ ისეთ მეტაფიზიკურ ტკივილთან გვაქვს საქმე ამ დროს ადამიანის მეტაფიზიკურ ტკივილებთან და ინტუიციებთან, რომლის ჩანაცვლებაც რაციონალური იდეოლოგიებით შეუძლებელი. აი ამის გათვალისწინება აუცილებელი. სამწუხაროდ მოხდა ის, რომ ახლად შექმნილ არასამთავრობო მოძრაობამ ეხლა ყველაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ ვლაპარაკობ რამდენიმე რომლის ხელშიც იყო ეს არ გაეკეთებინა. ეკლესია როგორც ინსტიტუცია აღიქვა კონკურენტად. და ნუ ეხლა ცოცხლები არიან ის ადამიანები, ჩემი თაობა, ჩემზე უფროსი, ნუ რბილად ვთქვათ, შეცდომებს შედიოდნენ ეკლესიასთან ურთიერთობაში. და საერთოდ გავრცელდა უცნაური თეზა. პოსტმოდერნული თეზა იმის შესახებ, რომ საიმედო რომ ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებები დამკვიდრდეს ქვეყანაში, აუცილებელია ტრადიციული კულტურის დეკონსტრუქცია. და ამ დეკონსტრუქციის ერთ-ერთი ობიექტი აღმოჩნდა ეკლესიაც. იყო პირდაპირ შეტევები ეკლესიას. მისი მნიშვნელობის დაქვეითება, რომ ეს გამანმრგებლური პათოსით, რომ ცდილობდნენ საზოგადოების აგებას. ეს არ იყო უბრალოდ ისე რა ქვია შეცდომა. შეუძლებელია რელიგიური ინტუიციების განდევნა საზოგადოებაზე. და რაც უფრო განდევნი, მით უფრო მწავედ იძიებს ის შორს. სრულიად ასევე შეუძლებელი არის ეროვნული ინტუიციების განდევნა. საჭიროა ეროვნული ინტუიციების ადაპტირება იმ სამყაროსთან, რომელშიც ჩვენ აღმოჩნდით და არა განდევნა. პატრიოტიზმი იყო როდესაც პატრიოტიზმი ცუდ სიტყვად იქცა საქართველოს სინამდვილეში. და შესაბამისად პატრიოტიზმი სამწუხაროდ ჩვენი ინტელექტუალური ელიტის მნიშვნელოვან ნაწილმა გადააბარა პრორუსულ ძალებს. აი რასაც ჩვენ უარყოფთ და ხელს კრავ, იმას აუცილებლად ჩავალებს ხელს რუსი. ახლა ეს ისე იმდენად მარტივი და ცხადი ფორმულაა, რომ მე ამის გამოტებაც არ ვიცი, ამდენად არის საჭირო. ის ხო ჩასაფრებულია ყველა შენ შეცდომას. მაშობა რა ქვია, ელოდება. და როგორც კი შენ ამ შეცდომას დაუშვებ, როგორც კი მიიჩნევ, რომ ეკლესია არაფერი არ არის, ესეთ თეზაც არსებობდა. საუკუნეების მიჯნაზე, რომ ეკლესია რა არის, ეკლესია უბრალოდ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციაა. აი როგორც კი შენ ამას იტყვი და როგორც კი შენ საფრთხის გზნობას გაურჩენ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ინსტიტუციასთან არიან დაკავშირებულები, შესაბამისად შენ ადგილს დაიკავებს აი ეს რუსი ემისარი, რომელიც დაამშვიდებს მას და დაანახებს ხსნის გზას. მე არ მინდა ეცეთ აქცენტი გადავიტანო იმ დანაშაულებებზე, რომელსაც ჩადის რუსული სტრატეგია საქართველოს მიმართ. მე ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ ჩვენ შეცდომებზე, რა შეცდომებს უშვებდით ჩვენს ისეც, რომ რუსული სტრატეგიები ხმაშობოდა საგამოდენ. ანუ ქართული საზოგადოებაში არსებული ერთგვარი დეკონსტრუქციის თუ კულტურის მოდერნიზაციის მცდელობაში ეკლესიაზე შეტევამ გახადა მოწყვლადი ეკლესიის ელიტური ჯგუფები რუსული გავლენებისთვის. აი მარტივი ფორმულა რომ მოვიშველიოთ. იმიტომ რომ მათ ვეღარ იპოვეს ანუ ერთგვარი გზა ან საშუალება დასავლეთთან ურთიერთობის ან მოდერნიზაციის პირობებში ჩვენ როგორ გადავჭით და რატომღაც ნავსაყუდელი აღმოჩნდა ტრადიციული ძველი კონსერვატიული გადაგება. ეხლა ახალი რელიგიები შემოდიოდა სამაისად ინტენსიურად მე მაგ თემაზე პროფესიულად მიმუშავე არის. სამაისად ინტენსიურად უნდა გითხრათ რომ ეს ახალი რელიგიური ჯგუფები ნუ რაღაცა ისეთ ზღვრისებურად იზრდებოდა უცბად. ბევრი ადამიანი იყო რომელიც თუთ ტრადიციულ მართლმადიდებლობაში ვერ ხედავდა თავის
მას თავის ადგილს თავის დასაყრდენს კონკრეტული ღვთლით იყო მოყოფილო ან ვიღაც და ის და ახალს მიაშურებდა და ისინი იწოვდნენ. თუმცა ასეთი ახალ რელიგიურ ჯგუფებში გაერთიანებული თავდანობა გადამწყვეტად დიდი არასოდეს ყოფილა. მართლმადიდებლობა ყოველთვის სჭარბობდა ხოლმე. ვერ გავითვალისწინეთ ის ელემენტარული გარემოება, რომ საერთო ევქარისტიული სივრცე რუსებთან როგორი მნიშვნელოვანი მარხი შეიძლება აღმოჩენილიყო ჩვენთვის. რომ ეს ყოველთვის იქნებოდა ის ფონური გარემოება, რომელიც ითამაშებდა ქართულ საზოგადოებაზე მნიშვნელოვან როლს. ითამაშა კიდევაც ხედავთ. სამწუხაროდ შევხედავთ, რომ ითამაშა. ბატონო ზაზა, მე მინდა კითხოთ, კიდევ ერთი საინტერესო ესეთი ფილოსოფიური საკითხი. თავისუფლების გაგებისა, თქვენ ფიხტეს მკვლევარი ბრძანდებით და ფიხტეს ფილოსოფია, როგორც თავისუფლება ერთგვარი ადამიანის ამოცანა, როგორც ადამიანის სრულყოფისა, ჩვენს გაგებაში თავისუფლებისა. აი როგორ ესადაგება, რატომ აღმოჩნდა ჩვენი საზოგადოებისთვის, ნაწილისთვის ყოველ შემთხვევაში თავისუფლება როგორც მოდერნიზაციისგან თავის შეკავება და მეორე ნაწილისთვის თავისუფლება როგორც კონსერვატიული იდეის დეკონსტრუქცია. რაღაცა თითქოს ურთიერთგამომრიცხავი ბრძოლა და ამ ურთიერთგამომრიცხავ ბრძოლაში იდეა თავისუფლებისა, როგორც ადამიანის სრულყოფისა, ან საზოგადოების სრულყოფისა დაგვეკარგა. აი რატომ არ გვესმის ზოგადად ინდივიდუმებს ხადია ესმის და საზოგადოებას რატომ აქვს პრობლემა თავისუფლების გაგების? ხო, მეცით ძალიან ძნელია რომ ადამიანმა საკმაოდ ისეთი სერიოზული ისტორიული სკოლა ჭირდება, საკმაოდ სერიოზული ისტორიული პრაქტიკა, რომ ყოველ რიგითმა ადამიანმა, ოსმოში კრიტიკულად დიდ მოვლენებამ, უბრალო ადამიანების, უბრალო განათლების მქონე ადამიანების შეძლონ ერთმანეთთან შეათავსონ გონებაში, თქვათ, თავისუფლება და რელიგიური ინტუიცია, თავისუფლება და ეროვნული გზნობა და ასე შემდეგ. ეს რთულია, მაგრამ ინტელიგენტი, რომელიც ვერ ათავსებს ამორს ერთმანეთთან, ის ინტელიგენტი არ არის, მე ვკითხავთ, ხო? და ის თქვენ ფიქრით ახსენეთ და ფიქრთვის თავისუფლება ფაქტია და ამის შემდეგ იწყება ეს ეთიკური მოძღვრება. თუ თავისუფლება ფაქტია, მაშინ ეთიკური მე მაშინ ვარ, როდესაც ჩემს ქმედებას დავტვირთ ამ მოვალეობით. ამიტომ ის ეთიკა მოვალეობის ეთიკა არის. გეთანხმებით. გესმით? ასე რომ მე თავისუფლება მავალდებულებს ის და მე თავისუფალი ვარ, მავალდებულებს რომ მქონდეს პასუხისგებლობის გზნობა იმ გარემოს გამო, რომელშიც მე ვარ. აი ეს ვერ შეათავსეს ერთმანეთთან. მე თუ თავისუფლება ვალი ვარ, პასუხისგებლობისგან გავთავისუფლებ. ეს თავისუფლება თითქოს თავხედობასთან ან თავშეუბულობასთანაა გაიგივებული. ხო, ეს გესმის ელემენტარული შეცდომა. წმინდა აზრობრივი თვალსაზრისით, ხა ეთიკის თვალსაზრისით აღარ ვიცი, წმინდა აზრობრივი თავისუფალი აზრით. მე თუ თავისუფალი ვარ, ვიტყვი რასაც მინდა, მოვიცევი როგორც მინდა. და შენ ეს თავისუფლება შეგაქვს იმ გარემოში, რომელსაც თავისი ძალიან მყარი ისტორიული ტრადიციული სტრუქტურები აქვს. და ყოველი მოუხეშავი მოძრაობა ამ გარემოში იწვევს რეაქციას. და იმის ნაცვლად, რომ გაითვალისწინო ეს პირიქით ნიშნის მოგებით იმათ ეძახი მაბატია და გოიმს, ჩამორჩენილს, ასეც ისეც ნაგავსა ყდელზე გასატანს ასე შემდეგ ის ისე შენ ვექსნობ შენს პასუხისგებლობას იმ გარემოს გამო რომელშიც ხარ რომ არ შეიძლება გარემოში შეჭრა ქირურგიული ინსტრუმენტებით გარემოს შეიძლება თუ ამისი უნარი გაქვს და ამისი შესაბამისად უნდა და პათოსი გაქვს თერაპიული დამოკიდებულება საჭირო ეს თვითონ თავისუფლების იდეის მატარებელთა სისუსტის ნიშანია. რომ თავისუფლება როგორც არ შეიძლება თავისუფლებას მივეცეთ როგორც აბსტრაქტულ იდეას. გესმით? და ამ იდეამ შთანთქას ყველაფერი სხვა.
რომ ჰეგელი წერდა რომ ფრანგებმა ის უმძიმესი რეპრესიები მიიღეს მას შემდეგ რაც მათთვის თავისუფლების იდეა იქცა აბსტრაქტულ თავისუფლებად აბსტრაქტული იდეებისთვის რაღაც აბსტრაქტულ ბრძოლად და შესაბამისად გათავისუფლდნენ იმ კონკრეტული მოვალეობებისაგან რომელსაც ადამიანს თუნდაც იმ კონკრეტული ჰუმანიზმისაგან თუნდაც იგივე კონკრეტული ჰუმანური დამოკიდებულებისაგან კონკრეტული ადამიანების მიმართ და შესაბამისად მივიღეთ ლიონის თქვათ ეს რაღაცა ტრაგედია როდესაც რამდენიმე ასეული თუ ათასეული ადამიანი ზარბაზნებით ჩახოწეს არისტოკრატი ესმით თავისუფლების იდეა განახობდა თავისუფლების იდეა განახობდა ბოლშევიკებს როდესაც 10,000-ობით და 100,000-ობით ადამიანს წყვეტენ ანუ არც იმათ ჰქონდათ პასუხისმგებლობის განცდა კონკრეტული ადამიანის მიმართ კონკრეტული სოციალური გარემოს მიმართ იმ კულტურული გარემოს მიმართ რომელშიც შეიმყოფები ეს მსგავს შესწომებს უშვებდნენ ჩვენთანაც ხშირად ძალიან ხშირად უშვებდნენ ამ შესწომებს როგორ გითხრათ არის რაღაცა ძალიან მტკივნეული მომენტები ჩვენი კულტურული გარემოსათვის მე არ ვიცი ესეთი იქნება ხვალ თუ არ იქნება მაგრამ დღეს ეს მტკივნეული არის ხო იგივე ის ჩემთვის ძალიან უცნაური გენდერული თეორიები გესმით მაგრამ გარემოსთვის არის ძალიან მტკივნეული ამ თეორიების ატმოსფეროში ტრიალი შენ იმის ნაცვლად თუ გაითვალისწინო ეს და ნაბიჯ მეთოდურად და თუ დაწუნებული ხარ თეორიების შეშმარიტებაში ხო ნაბიჯ და მეთოდურად განახორციელო ეს თეორიები და იმას და ამის ნაცვლად ნიშნის მოგებით ქირურგიულად შეგაქვს შესაძლებლობაში და ვიღებთ იმას რასაც ვიღებთ ბატონო აი გამომდინარე იქიდან რომ თავისუფლება თქვენს და მეც ესე მესმის რომ თავისუფლება ნამდვილი თავისუფლება არის პასუხისმგებლობის გაზიარება ამაზე მეც ამაქვს რაღაცა დაწერილის და ჩაწერილის ალბანური რამ არის დიახ ალბანური რამ არის კეთახვევით რატომ აღმოჩნდა ისე რომ ჩვენი საზოგადოების ინტელიგენცია ის ნაწილი რომელმაც უნდა შექმნას ინტელექტუალური პირთვი ან ქცევის მოდელები ან რეფლექსიის ერთგვარი მექანიზმები აი ამ თავისუფლებისგან დასრილია ანუ ჩვენ აი ახლა თუნდაც მიმდინარე მოვლენები ეს არის უფრო საზოგადოების რეაქცია მაგრამ ამ რეაქციაშიც ისევ ინტელექტუალური ელიტა საერთოდ ნაკლებ რეფლექსიას ავლენს და ნაკლებ ასე ვთქვათ აქტიურობასაც ავლენს მეტიც ინტელექტუალური ელიტა გამომდინარე იქიდან რომ თავისუფლების ეს ხარისხი არ ესმის რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ მოწყვლადიც აღმოჩნდა დაუშვათ ან ფინანსურ შანტაჟზე ან პოლიტიკურ მანიპულაციას ან პოლიტიკურ დღესდღეობით შეიძლება შავზე თეთრი უმტკიცოს საზოგადოებას ანუ ჩვენი პრობლემა აღმოჩნდა იმაშიც რომ ინტელიგენციათ კლასი რომელიც ჩვენ კულტურულად გავწერეთ რომ ეს არის ჩვენი წარმომადგენლები ეს არის ჩვენი ინტელიგენცია ინტელიგენტები არ აღმოჩნდა რაც იზამე ხომ ჯერტი ყველაზე ვერ ვიტყვი ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი ხო არა მე ზოგადი შეფასება ძალიან მნიშვნელოვან ოდენობაზე შეიძლება ამიცხოვრა იმიტომ რომ ხო გეუბნები ჩვენ ისეთი მითოპოეტური აზროვნების წიაღიდან ვართ გამოსულები რომ ინტელიგენცია ბევრი ინტელიგენტისათვის ახალი სურვილი გარემო აღმოჩნდა დამაბნეველი ადამიანები რომლებიც იბრძოდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის უცბად პრორუსულ იდეოლოგიებად იქცენ იმიტომ რომ ისევ აი როგორც როგორ გითხრათ ახლა მაგას ტერმინოლოგიას ფსიქოლოგიაში როგორ არის მაგრამ რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში კოგნიტური დისონანსი რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში როცა არის ადამიანი მას თორმე მობუზულს ძინავს გესმით ანუ თითქოს თავის ემბრიონალურ მდგომარეობას უბრუნდება ანუ წარსულში გარბის ისევ ოღონდ იქ არ იყო სადაც აღმოჩნდა სადაც ძალზე დაბნეული არის ახლა აი იყო ერთი მართლაც არაჩვეულებრივი სპეციალისტი მე არ მინდა ახლა მისი დარგი დავასახელო თუ ახლა გარდაცვლილია და იმას და რომელსაც ძალიან უყვარდა ერთ-ერთი ტელევიზიით ეროვნულ პროექტზე საუბარი თუ როგორ უნდა აგვიყვო ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ერთხელ მომეცვა მისგან ესეთი უცნაური განცხადება რომ ჩვენ თუ გვინდა რაღაცას მივაღწიოთ აუცილებლად უნდა ავაგოთ ყველა სოფელში თვითმართმადებელი ეკლესია და ნუ ახლა შეიძლება ხომ მორწმუნე ადამიანია და მიიჩნევს რომ ეს არის საჭირო და ახლა წამყვანი ეკითხება კი მაგრამ თუ სოფელი არ არის მართლმადიდებელი თქვა აზერბაიჯანულია
აჭარულია, თქვა, კათოლიკური სოფელია რაღაცა. იცით ამ შემთხვევაში და იმაში შემეშინდა, რომ ეს მითოპოეტური იდეალიზმი როგორ შობს კოშმარებს. ეს მაშინ შეიძლება ჩვენ გამოვიყენოთ და გამართლებულიც იყოს ჰუმანური ძალადობის მეთოდი. ესმით თვითონ ინტელიგენციაში და ძალიან სერიოზულად იყო გამჯდარი სტალინისტური ყაიდის საზრუნებაც და სოციალური ქცევიც ეს მე ხმეთლა დამიფაროს ლაპარაკობ ინტელიგენციის მცირე მაგრამ აქტიურ ნაწილზე. ესმით სტალინური ქცევის ეს მოდელი ეს ისეთი სენი აღმოჩნდა რომ მე რომ ახსენდება ჩვენი 60-იანი წლების ბოლოს უკვე შემძლო გამიაზრებინა რაღაცები და 70-იანები და 80-იანები რომ აი კათოლიკაცი გაჟღენთილი იყო სტალინური ქცევის მოდელით. ამ ქცევის მოდელით იყო გაჟღენთილი პედაგოგი, ექიმი, სახმართველი, უბნის ინსპექტორი და შემდეგ აი პატარა სტალინების სიმრავლეს ნახავდი გარშემო. ეს გოროზი, ხოვლისშემძლე და როგორ გითხრათ ესეთი სადისტური ქცევის ეს მეჩვეებით. ეს იყო და ამას ვერ გადაურჩა ვერც ინტელიგენცია. რა თქმა უნდა იყო ინტელიგენტები ახლა შეიძლება ვთქვა მე ზურაბ კიკნაძეზე ვთქვა და ნაირა გელაშვილზე რა ვიცი. რა თქმა უნდა იყვნენ და მე გადაგვაჩინა რომ იყვნენ ესეთი ადამიანებიც მაგრამ საერთოდ ინტელიგენციის განსაზღვრა ძალიან ძნელია. ყველა დიპლომიანს ვერ დავარქვით ინტელიგენცია. ხოლმე ინტელიგენტი დავარქვით იმათ ვინც მე ჩამოუთვალე და კიდევ ის ჩამოთვალ შეიძლება. გასმით ყველას უნდა დავარქვით. კი ბატონო, მაგაშიც გეთახმებით. იმიტომ რომ მე მესვიც ახლა თქვენ რა ტკივილი, შეფარული ტკივილი გამოთქვით, რომ მიბმულები აღმოჩნდნენ აი წლების განმავლობაში დახმარებებთან. დიახ. რაც ისო. ძალიან ძნელი, ერთი წმინდა ადამიანურად არის ძალიან ძნელი დახმარებაზე უარის თქმა. მე წმინდა ადამიანურად ძალიან ძნელი არის ეს მადლიერებაზე უარის თქმა. შემადლიერი ხარ იმის დაგვეც გეხმარებოდა. და გიჭირს დაიჯერო რომ შენ გეხმარებოდენ არა იმიტომ რომ ეს შენ პოლიტიკურ კაპიტალად ქცეულიყავი და კონვენტაცია მოხდარიყო პოლიტიკური ამის ყველაფრის არამედ ადამიანურად დამეხმარა. და მეც ეს ადამიანური კი არა მოვაქრთამინე, არამედ ადამიანური დახმარება მიიღო. ძალიან ძნელია ეს ახლა ყველაფერს თავიდანვე ძალიან ძნელია დახმარებაზე უარის თქმა. ჩვენს პირობებში ეს მოიდგინეთ მსახიობებისთვის, წერილებისთვის ძალიან რთულია ამ დახმარებებზე უარის თქმა. ვიღაცა მოარი თქო. აი ეს ინტელიგენტია. ბატონო ზაზა მე მახსოვს თქვენს ერთ-ერთ ღია ლექციას ვესწრებოდი. მე სტუდენტობის დრო იყო. სამწუხაროდ არ გამომართლა და ჩემი ლექტორი და პედაგოგი არ ბრძანდებოდით. მაგრამ ეს შანსი მაშინ არ გავუშვი. და იმ ერთ-ერთ მოხსენებაზე ისეთი ფრაზა ახსენეთ, რომელიც მე დღემდე მახსოვს და მეც ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში ამ ფრაზას ვიყენებ. პოლიტიკოსი მუდამ ეჭვმიტანილია. ეს ფრაზა თქვენ თქვით მაშინ. როცა გვიხსნიდით რა არის სამოქალაქო საზოგადოება და საზოგადოების ჯანსაღი რეფლექსია როგორი უნდა იყოს, იმიტომ რომ იმდენ კაპიტალს გადავცემთ პოლიტიკოსნობის კაპიტალს თუ ლეგიტიმაციის კაპიტალს, რომ ის ეჭვმიტანილია, ყველაზე მნიშვნელოვან საკვანძო პუნქტზე აღმოჩნდა. ეს დიდი პატივია მისთვის. ამიტომ ის ეჭვმიტანილია. რატომ აღმოჩნდა ჩვენს ქართულ საზოგადოებაში ეს ფრაზა და ეს მნიშვნელობა საკმაოდ გაუგებარი არაბუნებრივი მოვლენა. მე რო ხსნი ამას, ეს არის ასახსნელი მოვლენა. ეს არ არის ისეთი ფრაზა, რომელიც ავტომატურად თითქოს ყველას ესმის. აი ჩვენ საზოგადოებას, რომელიც რაღაცა უკმაყოფილებას გამოვთქვათ, ეს ფრაზა გვესმის, ინტუიციურად გვესმის. მაგრამ მეორე მხარეს დამცველი მხარე არის ადამიანები, რომელსაც ეს ამ ფრაზის შინაარსი და სიღრმე ვერ წარმოუდგენია. ამის საპირწონე ფრაზად შემიძლია გამოვიყენო ერთ-ერთი ფრთოსანი გამოთქმა
ღმერთის ტოლაკაცია. ხო. აი რატომ აღმოჩნდა? აი ესეთი მეამიტომის სივრცე ქართულ საზოგადოებაში. ესეც ის არის, იცით როგორ ჩანს სტალინური მემკვიდრეობა, როდესაც ეს პოლიტიკურ მოღვაწესთან ადამიანებს აკავშირებს რელიგიური გზნობა. არარაციონალური გზნობა, არარაციონალური დამოკიდებულება, ეს ადამიანის საშუალებაა იმისა, რომ მე ვიცხოვრო და მქონდეს არსებობის საშუალება და ჩემი ქვეყანა აყვავებული იყოს და წარმატებული. არამედ რაღაც მითოლოგიური არსებაა. მაგრამ ესეც უნდა გითხრათ, რომ ეს გაცილებით უფრო უკეთესი მდგომარეობა დღეს უნდა წარმოუდგენელად თუ უკეთესი მდგომარეობა. ასე რომ ეს ფრაზა ძალიან ბევრს აღარ გაუკვირდება. კი ბატონო, ეს ბუნებრივადაც არ იკობს ეს, იმიტომ რომ ის ასევე უყურებს პოლიტიკოს იმთავითვე როგორც ეჭვმიტანილს. ნახეთ და მასე აქციებზე ცდილობენ რომ არ გაიკარონ პოლიტიკოსები, ხო? გეთახმებით. მათ შორის ყველა შეიძლება ძალზე სიმპათიური ადამიანებიც იყვნენ, მაგრამ არ გაიკარონ. თუ პოლიტიკოსი ეს ჩამოყალიბდა ქართულ საზოგადოებაში, იმთავითვე ეჭვმიტანილია. და ამ ახალგაზრდებს ძალიან უჭირთ თვითონ პოლიტიკოსებად გახდომა სწორედ მაგიტომ. იმიტომ რომ ჩვენ პოლიტიკურმა კლასმა შეძლო და მოახერხა და აი ამ პიარ ტექნოლოგიების მანიპულირებით და ნუ რა ვიცი რაღაცა ათასნაირი იმის პროპაგანდისტული ხრიკებით უნდა გითხრათ რომ არც ისე მოხერხებულ და ოსტატურად და ესტაბლიშმენტმა შექმნეს და ეს იმასდეს. მე ვიტყოდი რომ დღეს ზოგჯერ გადაჭარბებულიც კი არის ხოლმე ეს მიჭმიტანილი დამოკიდებულება. ხო, ამაშიც გეთახმებით. ზოგჯერ უფრო მეტად გადაჭარბებაც არის საჭირო კი. რა თქმა უნდა, იცით აი მაცხოვარია უნდა მოწაფეებს, ვიყავით გველივით ბრძენი და მტრედივით უმანკო. ეს ისეთი სიმაღლეა რომელიც აი ცოტა ინტელიგენტი შეიძლება იყოს ასეთი. გველივით ბრძენი იყოს. ანუ ის მისთვის არ იქნება ის რა ქვია პოლიტიკოსი არ იქნება რაღაცა გერბი და ასე შემდეგ. და მტრედივით უმანკო, ანუ მას შეიძლება რომ მიენდოს მას მაშინ როდესაც მინდობა შესაძლებელი არის. ეს ძალიან რთული სამეუფლო გზა არის, რომლის დაჭერაც რთულია. თული ადამიანმა საკუთარ თავში აღზარდო ეს გულიგონიერი როგორც ამო ეს აღზარდო საკუთარ თავში ეს რასაც უყურებდი თქვა მე 80-იანი წლების მეორე ნახევარში 90-იანი წლების დასაწყისში ხო აი ესეთი ისტერიულ დამოკიდებულებას პოლიტიკოსების მიმართ ეს იყო თავზარდამცემი თქვენ ვერ წამოიდგინეთ ეს რა იყო აი თავზარდამცემი იყო როდესაც ორგითრად ერთხელ რაღაცა ფრაზის გამო ჩემი ცოლ-შვილი კიდევ ჩაქოლეს რუსთაველზე. 80-იანი წლების ბოლოს ხდება. არ მოდიში 90-იანების დასაწყისში. ხდება ეს ამბავი. ბავშვმა თქვა თან ეს რაღაცა. დედამისმა ბავშვმა თქვა. აი თან რამდენი წელს იყო მაშინ ჩემი მეჯი ნებოდა 10 წელს. მე კი არა. რა ფრაზა? და გამოეკიდნენ. წლის გამოასწრეს ვიღაცა მადლად ვიღაცა პოლიციელი თუ მაშინ ჯერ კიდე მილიციელი აღმოჩნდა რომელიც მიხვდა რაც ხდებოდა და გამოარიდა ესენი იქაურობას ეს დამოკიდებულება დღეს მინიმალურად არის ანუ კრიტიკა ვერ აიტანეს საზოგადოებამ თუ რა ხუმა ეს მიიჩნიეს რომ ეს იყო აი მათი სამყაროს სურათის დამანგრეველი რაღაცა კი ასევე ხვდები მინდა ეხლა უბრალოდ ადამიანი თუ გააქტიურებული არის ესეთი აი შეათ ვიმეორებდი და არ მეგონა თუ კიდე ბევრჯერ დამჭირდებოდა ამის გამეორება ძალიან სახიფათო აგრესიული უმეცრება შენ უმეცრებას თუ გამოიყვენ ასპარეზზე და არწმუნებ რომ შენ შეგიძლია ასპარეზზე გამოსულა შენ უნდა შექმნა ის სამყარო რომელშიც ცხოვრობთ ის აუცილებლად აგრესიული იქნება ახალგაზრდებს უსთაველზე აგრესიული უმეცრება ცემდა ეს ბიჭები დაარწმუნესო შენ უნდა გადაარჩინო ქვეყანა აი ეს ნიღბიანი ბიჭები და ეს აგრესიული უმეცრებათან რომ არის უკვე ინსტიტუციურ დონეზეც წარმოქმნილი პრეზიდენტი ნუ ეხლა იცით საქმე ის არის რომ ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი ცდილობს რომ მთელი ქვეყანა და მისი ინსტიტუციები და ის ადამიანები რომლებიც ამ ინსტიტუციებში არიან დაკავებულები ფსიქოკულტურულად დაიმსგავსოს ეგ არის და ეგ დაიყონოს იმ ნიშნულზე რამ ნიშნულზე და თვითონ არის
მას ხო შეუძლია წაკითხვის გარეშე ნიჩის კრიტიკის დაწერა. ისე რომ ნიჩი არ წაუკითხავს. ეს მითხრას რასაჭირო ნიჩის საკითხი. ეს არის წაწარმატებული პროლეტარი, რომელიც 30-იან წლებში თავის თავისუფლებას აძლევდა, რომ ევროპულად განათლებული პროფესორი შეეცვალა უნივერსიტეტში. ესე გაჩნდა წითელი პროფესურა. რაცა 9-თვიანი საპროფესორო კურსები არსებობდა თურმე. 9 თვის მანძილზე აპროფესორებდნენ ყოველ წემსებს, ქართლის მუშებს და შემდეგ და ეს ტრადიციული პროფესორას დევნიდნენ ნელ-ნელა გარეთ. რატო? იმიტომ რომ ეს ბოლშევიკი ლიდერი, ის წარმატებული პროლეტარი, ის ცდილობდა რომ საუნივერსიტეტო სფეროს დაემსგავსებინა. თავის ფსიქოკულტურულ დონეზე დაეყვანა. ეს მეტად ახლა რომ ლაბორატორია ჩამოაგდეს საუნივერსიტეტო რეფორმაზე, უნდა გითხრათ რომ ეს ძალიან სახიფათო იდეა არის. შეიძლება ჩვენ ახალი წითელი პროფესორის მომსწრე გავხდეთ. თუ ძალიან ბევრია, იგივე უნივერსიტეტები ძალიან ბევრია ისეთი, სადაც მეორე მესამე იმაზე პოზიციაზე მყოფი, რომელიც მიიჩნევს, რომ არაფრით ნაკლები მეცნიერი არ არის, ვიდრე ის, რომელიც მეცნიერად არის მიჩნეული. და თუ შანსი მიეცა, რომ ის მოიშოროს და მისი ადგილი დაიკავოს, შეიძლება ამის შემსწრეც გავხდეთ, ამიტომ რომ ეს იდეა საუნივერსიტეტო რეფორმის, რომ უნივერსიტეტიდან თურმე ნაცები უნდა იქნენ განდევნილები. გესმით? და ნაცი ხო დღეს ყველა ვინც აი ფსიქოკულტურულ ჩარჩოს სცილდება. ძალიან სახიფათო კრეფსითი მნიშვნელობა არის გამარტივებული, რომელშიც ყველა მოაქციეს. უცხოა მტერია, ასე შემდეგ. აი როგორც პროლეტარიატი დევნიდა პედაგოგებს, ხვიტავდნენ პედაგოგებს, მასწავლებლებს, საუნივერსიტეტო პროფესორას და შემდეგ, აი მოდელის გადათამაშებას უყურებთ ჩვენ. ჩემ მასშტაბით, მაგრამ სახიფათოდ. აღმოჩნდა ჩვენს კულტურაში რაღაცა ისეთი მოდელი, რომელიც ჩვენი კულტურულ დნმ-ში დევს, ეს დესტრუქციული მოდელი, სადაც განსხვავებული აზრის დევნა, აი ესეთი გამოდევნით შეიძლება მოხდეს, ანუ საბჭოთა კავშირის ერთგვარი მემკვიდრეობა და მისი ერთგვარი ისევ გამოხედვა აი ამ თანამედროვე რეალობაში. შენი კულტურას აქვს ესეთი მექანიზმი, რომელშიც ჩადებულ მანკიერებას კვლავ აქ შემდეგში მომავლის პერსპექტივაში გამოხედვის საშუალება. იცით, მე თუ მკითხავთ დღეს გამოხედვა ყველაზე რთული ფორმებით, რაც მე მინახავს ამ წლების განმავლობაში. ეს ადამიანები არ არიან უმრავლესობაში, ამას ვერ დავიჯერებ, უმრავლესობაში ისინი არიან მხოლოდ იმიტომ, რომ აი ესეთი საკუთარი აზრის არ მქონი ადამიანების სიმრავლეს იკრებენ გარშემო. ოპოზიციამ მოახერხა და ვერ ჯერ წასულში იმდენი დააშავეს და იმდენი შეცდომა დაუშვეს, რომ დღეს მათი ავტორიტეტი ძალიან დაბალია სამწუხაროდ. ხო, რაც შეეხება რაც გვგზავნეთ, იცით ეს ხომ ცვლადია, ეს არ არის ისეთი მყარი რამ, რომ აი ქართველები აუცილებლად არიან რაღაცა სხვისი აზრის მიმართ შეუწყნარებლები და შემდეგ რატო? თუმცა თავისუფალ გარემოებებში დაბადებული და გაზრდილი და ევროპული განათლების მქონე ადამიანები თურმე იბადებიან, თურმე არ არიან ასეთები. დიახ. გასმით. თურმე ჩვენ ყოლია 10,000-ობით ასეთი ადამიანი უკვე. ანუ თავისუფალ გარემოებებში დაიბადა ის ახალი ქართველი, რომელიცკენ ჩვენ მივდივართ. აი რატო შეიძლება ჩქარობდეს ახლა რუსეთი ჩვენ ჩაყლობას? სწორედ იმიტომ, რომ იცის, თუ ეს ამ ადამიანებმა თუ დაიწყეს პოლიტიკური სტრუქტურების გამოკრისტალება, მაშინ საქართველოში არავითარი შანსი აღარ ექნება. მათ იგზნეს საფრთხე, რომ გაჩნდა მთელი სუბკულტურა ახალი ქართველისა. აი ამ სუბკულტურაზე მინდა გითხოთ. როგორ და რანაირად შეიქმნა, იმიტომ რომ მე გამიშთა შეგრძნება, რომ ამ ახალგაზრდული სუბკულტურის, აი ამ თავისუფალი იდეის, თავისუფლების კულტურის ერთგვარი პატერნი და მოდელი და მთელი ასე თქვათ პლასტი, რაც არის საზოგადოებაში, ვიღაცებს გამოეპარათ. ანუ როცა რაღაცა პოლიტიკური კამპანია იყო, დესტრუქციული, სრულიად საწინააღმდეგო ადამიანის თავისუფლების იდეისა, ეგონათ რომ საზოგადოება
მაინც ძალიან პასიურია, ამას მარტივად გადააგურებს, მაგრამ უცებ გაზაფხულზე უსარმაზარი საპროტესტო აქციები, უცებ შემოდგომას უსარმაზარი საპროტესტო აქციები. ყოველგვარი ასე თქვათ ორგანიზატორის გარეშე საზოგადოება თავად ფლობს იმდენ ორგანიზატორულ ერთგვარ თვითორგანიზების კულტურას, რომ ვინ არის ხელმძღვანელი ძალიან კი უნდათ ვიღაცებს რომ იყოს ხელმძღვანელი და იქნება ერთთავიანი გველეშაპია და მოვაშთო და აღარ იყოს, მაგრამ არ არის ერთთავიანი. ეს არის მთელი საზოგადოების ერთგვარი ორგანიზება და პერფორმანსები, რომელიც ჩვენ დავდგით ესეც ეს ხომ იმდენად საზოგადოებაში არსებული ერთგვარი გემოვნების გამოხეთქვა არის, რომ საზოგადოებას ახასიათებს ისეთი ესთეტიკის კულტურა, რომ ამ პერფორმანსებს, რომელიც თვითორგანიზებულია, ამავე დროს ძალიან დახვეწილი სიმბოლოები ახასიათებს. ლამაზი სიმბოლოები ახასიათებს, ხალხი გაოცებულია, ვინც ხვები აკვირდებიან ამას, ახლა ვიღაც ვინც აქედან აკვირდება, ის ამაყია. ეს რომ შექმნა, ეს როგორ შეიქმნა, ეს რა კულტურული ნიმუშის გახვევებაა, რომელიც ჩვენს კულტურაში იყო. აი საიდან ვისწორდეთ, ეს მოდერნიზაციის თუ გლობალიზაციის შედეგია ქართული საზოგადოების ნაწილი რესოციალიზდა თუ ჩვენი საზოგადოებაში ისეთი კულტურული ნიმუში იყო, რომლის გაფურჩქმნის, გახვევების საშუალება არსებობდა, გაჩნდა რაღაცა გაგებით და აი ფაქტის ახლა როგორც ჩანს იყო ეს კულტურული ნიმუშები, იყო ფილოსოფიაშიდაც, იყო ლიტერატურაშიდაც, როგორც ჩანს კი არა, იყო, ნამდვილად იყო. ეს უბრალოდ თავისუფალში გარემოში გაზრდილი ადამიანები, რომლებიც ამავე დროს ინტერაქციაში არიან იმასთან, რაც ხდება ეს ევროპაში, ევროპული კულტურისა და განათლების იმაში, არასოეთ ამას ეძებდნენ და ამას აგნებდნენ და ამას კითხულობდნენ, უცქერდნენ და ასე შემდეგ. ისინი შეად გამიგეთ ჩემი თაობის ადამიანებისაგან, რომ ეს ბავშვები აღარ კითხულობენ, ჩვენ ვკითხულობდით იმ წიგნებს, აღარ კითხულობენ, წამოგიდგენია, რომ არ კითხულობენ დიუმას, არ წაიკითხოს ეს დიუმას. ის სხვა სამყაროს შვილია. აბსოლუტურად. და მის სამყაროს იმდენად ჩვენ კი არ ვქმნით უფროსმა თაობამ, ჩვენ შევქმნით მისი თუ კი რამე დამსახურება გვაქვს უფროს თაობას, ის არის რომ შევძელით ეს ქვეყანა მოგვეყავანა აი ამ დღევანდელ დღემდე, როდესაც აი ისინი გამოვიდნენ და აი იმას ხო მათ სამყაროს გვინდა ამავე დროს ის დიდი საინფორმაციო სივრცე რომელშიც ეს დიდი ჰორიზონტი, დიდი ინტელექტუალური ჰორიზონტი რომელშიც იმყოფებოდნენ. აი ამ პროცესებს დამიჯერეთ რომ ძალიან გულმოდგინედ ადევნებენ თვალს ჩრდილოეთიდან. მე თავად დავწუნებული ვარ ამაში რომ საგანგებოდ აქ ჩამოსული თითქოს და ნეიტრალური ადამიანი მოსკოვიდან თუ რა ვიცი პეტერბურგიდან თუ რაღაცა როგორ გულმოდგინედ სწავლობს კათოლიკ სინამდვილეს. როგორ გულმოდგინედ აკვირდება რა ხდება აქ რა ნაკადებია რა ისე რა. და შეიძლება ამიტომ არის რომ ეს რა ქვია ჩვენები ცდილობენ რომ ჩვენ კვლავ დაგვიყვანონ აი იმ კოხტაპრუცა ქართველის მნიშვნელზე რომელსაც უნდა გავექცეთ ჩვენ თორე სხვანაირად თანამედროვე სამყაროში ვერ იმას ვიზამთ აი მაპატი და ულაშაშლელი და ყანწ მომარჯვებული და იმისი რა ქვია მჭადები მამატებელი ქართველის სტერეოტიპში სულ ჩავჯდეთ ისევ აი მიდიოტის მაპატიეთ ეს გამოთქმა და აი მიდიოტის როლი ალიკო მიზანდარის ხო რაღაცა დაახლოებით ესე მდამდობარი. აი იმიტომ ესეთები უყურებთ როგორც რაღაცა ოპერეტის პერსონაჟები ეს უნიჭო ყოველთვის ესეთი რაღაცა სიცოცხლის სავსე მუდამ ბედნიერი და ასე შემდეგ. არ დამოვიწყდება ერთი ქართველი ფილოსოფოსის წერილის თარგმანი წაიკითხა გერმანიაში მცხოვრმა რუსმა ებრაელმა და ესე ჩემი მეგობრისგან ვიცი ეს ისტორია იქ ცხოვრობს და ესე წაიკითხა იმან და დაჩო ესო ქართველი არისო ავტორიო შეუძლებელია ეს ქართველი არ იქნებაო მის წარმოდგენებში ქართველი არის სწორედ აი ეს რომელიც სიკიდადის და რომელიც რა ვიცი, მუდამ თვალებს უთამაშებს რუსის ქალებს და ასე შემდეგ. ეს აი ამ ნიშნულზე ცდილობენ რომ დაგვიყვანო. და ამ დროს გამოჩნდა თაობა, აი მათთვის ეს სილაა, რომ თურმე მათ გარეშე აქ ნორმალური ადამიანი შეიძლება გაჩნდეს. მათ გარეშე აქ ახალი ქართველი შეიძლება გაჩნდეს, ახალი ქართველი გაჩნდა. რამდენიც უნდა ილაპარაკოთ, არ მოსწონთ.
ძალიან არ მოსულდა ეხლა ფეისბუქზე თქვენ წადევნებთ თვალს ხო ეს საშინელებია უჯიშოები იმიტომ რომ მათ არ გვანან და ამაზე ნაკლებად არ უყვართ ქვეყანა დამიჯერეთ მათზე ნაკლებად არ იციან ქართული ფოლკლორი მათზე ნაკლებად არ მღერიან და არც ეკავენ და შეიძლება უკეთესად მღერიან და ეკავენ კიდევაც და თუ კიდევ კარგი რომ ჩვენ არ გვანან იმიტომ რომ ჩვენ გვინდა არ გვინდა ჩვენ დამახინჯებული თაობები ვართ არა მარტო ერთი თაობა დამახინჯებული თაობები ვართ ერთ ისტორიას გავიხსენებ ეს სიმახინჯის ამას ხშირად ვიხსენებ იმიტომ რომ ჩემთვის ეს კარგი მაგალითია იმაში ხა წამოიდგინეთ 5 თუ 6 წლის ბიჭი ვიყავი და სტუმრები ყვავდნენ სახლში და რაღაც ვიმეტიჩრე რაღაცა პოლიტიკური განცხადება გავაკეთე რაღაც ყური მოუკარი სახლში არ მახსოვს ხრუშჩოვს აგინებდნენ თუ რაღაც ამისთანა იყო და მეც ხრუშჩოვის აგდებით ვახსენე და მამამ გამიყვანა აივანზე მაშინ მოიმიზეს რაღაცა გამიყვანა ამის და მთხოვა რომ შვილო რასაც ჩვენ გაყურს მოკრო იმას ხვებთან ნუიტყვიო ახლა ჩემთვის ეს როგორი ტრავმა იყო წამოიდგინეთ უცბად აღმოაჩინე რომ თურმე თელი სამყარო ჩემს გარშემო მტერია ჩემი ამ სამყარომ შეიძლება დასაჯომ ჩემი მშობლები მეც დამსაჯო და აი ამ გარემოებებში გაზრდილებიო ჩვენ რა თქმა უნდა ვერ ვიქნებოდი თავისუფალი ადამიანი გადამისა ჩვენ არ გქონდა არავითარი გამოცდილება რეალური ისტორიული შემოქმედებისა თუ უფლებას მოცივთ ამ თემას შევეხები რა თქმა უნდა ისტორიული შემოქმედებისა რეალურ ისტორიულ გარემოში შემოქმედებისა ხო აქაც ერთ ბავშვობის ისტორიას გავიხსენებ ამაზე ეს ტიპიური ისტორია არის აი ესევე რაღაცა 7-8 წლის ვიყავი და სარდაფში აღმოაჩინე რაღაცა მინა რაღაცა ლამაზი მინა რაღაც ფიგურებით ჭრელიც იყო ცოტა და ასე შემდეგ 4 კუთხედი იყო და უცბად გადავწყვიტე რომ ამისგან გავაკეთებდი ტელევიზორს და როგორ ვაპირებდი ამ ტელევიზორის გაკეთებას უკან უნდა დამეკიდებინა ნატურა ტელევიზორზე ანტენა მიმაგრები და დარწმუნებული ვიყავი რომ ეს იმუშავებდა როგორც ტელევიზორი როგორც ეს არაცნობიერად მესმოდა რომ ეს არ გამოვიდოდა არც მიცნია ამ პროექტის განხორციელება მაგრამ სხვებს ვარწმუნებდი რომ ეს პროექტი შესაძლებელია ეს არ არის ესეთი უბრალოდ სასაცილო და ესეთი ისტორია იმიტომ რომ 80-იანი წლების მეორე ნახევარში და 90-იანი წლების დასაწყისში აი ესეთი დამოკიდებულებით აშენებდა ბევრი ქართულ სახელმწიფოს აი ესეთი ბავშვური გულუყულო მაგრამ ამავე დროს აგრესიული დამოკიდებულებით გვალისოფელი 9 აპრილის მოსავალნელი მეორედ მოსვლა კავკასიური სახლიც ესეთი ცხოვრება არა ქრისტიან ეკლესიებში იმის მართლმადიდებელი ეკლესიების გახსნა ჰუმანური ძალადობის მეთოდი და შემდეგ აი ეს ყველაფერი საბედნიეროდ ამიტომ ამბობ რომ აი მართლა ბედნიერი ვარ რომ არ ვიცი როგორ დამთავრდება ეს რა ქვია ეს მიმდინარე პროცესები და საბედნიეროდ მიუხედავად ყველაფერი ამისა ხო ჩვენ მაინც შევინაჩუნეთ რაღაც მინიმალურად თავისუფალი გარემო სადაც დაიბადნენ ეს ადამიანები ახლა მთავარია ამათ მას შეძლონ და პოლიტიკური სტრუქტურირება შეძლონ ამის გარეშე არაფერი არ გამოვა ეს მართლა ხელისუფლება რასეულდება სწორედ იმაზე ჩაიშლებიან და მორჩება და იშლებიან ერთი თვე ივლიან და მე თქვა გამოვა 50 კაცი და მე საბოლოოდ 50-იც აღარ გამოვა ეს მე დაიღლებიან ქართველები იოლად იღლებიან ომში ამი მედით არიან აი თუ შეიქმნება პოლიტიკური ძალა თუ მათგან ვიღაცები მაინც გადაწყვეტენ რომ აუცილებელია პოლიტიკური ძალის შექმნა ეს გაცილებით უფრო სახიფათო შედეგი იქნება ხელისუფლებისათვის ვიდრე თქვათ ეს ნებისმიერი მორიგი მიტინგი და ესე იმიტომ რომ ეს ძალა უკვე მნიშვნელოვანი ძალა იქნება იმ მთელი დინოზავრების გვერდზე გაწევით ვინც აქამდე ჩვენს პოლიტიკას ქმნიდა ბატონო ზაზა აი ჩვენი დისკუსია მოდი დავასრულოთ ერთი საკითხით ჩვენ აი ამ ტრანზაქციის პროცესში როცა ვცდილობთ ქართული საზოგადოების მოდერნიზაციას ევროპულ საზოგადოებაში ინტეგრაციას ჩვენ აი ამ გლობალიზაციურ სურათში
ქართულ საზოგადოებას, ქართულ სახელმწიფოს რა როლი გვაქვს, როგორ უნდა ჩავეწეროთ. როგორ უნდა ჩავეწეროთ ისე, რომ ამ პროცესში მოწინააღმდეგე ორივე მხარე დათანხმდეს. ანუ ისიც, ვისაც ეშინია ამ გლობალიზაციის და ისიც, ვისაც ისე უნდა გლობალიზაცია, რომ თითქმის აქ ყველაფერი წაიშალოს და არსებითად მხოლოდ და მხოლოდ შედეგზე და ეფექტზე გავიდეს, როგორიც არის კეთილდღეობა დაუშვათ. თქვენ როგორ ხედავთ? ჩვენი ინტეგრაცია როგორ უნდა შედგეს? ნუ აი ამ შემთხვევაში არსებობს ესეთი ტრადიციული ევროპული კონსერვატიზმის პოზიცია. ესე უარი არ უთხრა სამყაროს ისე, რომ ამავე დროს ვიზრუნო იმას, რომ მე გადავრჩე. დიახ. რომ სამყაროსთან მიერთება არ ნიშნავს საკუთარი თავის დაკარგვას. საკუთარი თავის დაკარგვას როგორც კოლექტიური პერსონისა, როგორც ქართულისა, როგორც ქართული საზოგადოებისა. გასმით. რომ მე უნდა ეს რა გლობალიზაცია გარდუვალია, ჩვენ ამას ვერ გავექცევით, ან ნეგატიურად მივერთდებით მას, ჩინურ სამყაროს, ეს ის გლობალიზაციის გლობალისტური ფენომენია ჩინური სამყაროს და გაცილებით უფრო უცხო და მტრული, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ, გასაგებთ რომ არავინ იფიქროს რომ რუსეთი არის შუაში, რუსეთი არის ერთხელ და ძალიან მომწონს ჩემი გამონათქვამი მისი ჩინელების გეოპოლიტიკური კოფაკია მეტი კი არაფერი. თავის მიზნებისთვის იყენებს მიზნების გასავრცელება. ჩვენ გველის მაშინ ჩინური გლობალიზმი. და კიდევ უფრო დიდი უბედურება. და ამ დროს ვითომ და შევინარჩუნებ ჩვენ თავის თავადობას, გესმით? რა ის თავის თავადობას ეს იქნება ისევ და ისევ აი სასაცილო ქართველის, ოპერატული ქართველის თავის თავადობა. აი ეს არის მძიმე ამოცანა, ძალიან რთული ამოცანაა. ჩვენ შევინარჩუნოთ საკუთარი თავი ისე, ბოდიში ჩვენ უარი არ უთხრათ სამყაროს. ამ სამყაროში მონაწილეობას ისე, რომ ამავე დროს საკუთარი თავი შევინარჩუნოთ. ეს ძველი ინგლისელი კონსერვატორების საყვარელი ფორმულა არის. სწორედ არ გამოვა, ეს არის მე ხა კონსერვატიზმის იმას არ ვეწევი რა ვქო პროპაგანდირებას, მაგრამ ჩვენთვის ძალიან ახლოს არის ეს ფორმულა, ჩვენთვის ძალიან უცხოა თქვა ლიბერალური ეს რა ვქო აბსტრაქციები გლობალიზაციასთან დაკავშირებით. ესები ისე როგორც უცხო არის აი ქართული კონსერვატიული უარის თქმა და ეს ხო არა ქართული კონსერვატიზმი ამ ესეთ იდეებს ამამდე კი არ მევიდა ზუსტად აი ესეთ რაღაცა ჩვენი სისულელეებთან დაგვტოვეთ მარტო. აი რაღაც ამ ფორმულამდე და ეს არ არის კონსერვატიზმი. ჩვენი სიბინძურესთან დაგვტოვეთ მარტო და ჩვენ გვიყვარს ჩვენი ის ყროლი რომელიც დგას. ხო, ეს ჩვენთან კონსერვატიზმი არ ყოფილა. ეს არის ნაციონალური ფეტიშიზმი, სასაცილო ეს ფაშიზმიც კი არ არის, ეს არც ეს არის სასაცილო ნაციონალური ფეტიშიზმი. ჩვენიერი ტერმინია. და კონსერვატიზმი რაღაცა სხვას ნიშნავს. აი სამწუხაროდ საქართველოში აი ესეთი იდეოლოგიის მქონე კონსერვატიული ძალა არ შეიქმნა. აი მე და თუ გახსოვთ საუბარი დავიწყე ეროვნული იდეის განდევნით ჩვენი სახელმწიფოებრივი სფეროდან. აი ეროვნული იდეა ამ ასეთმა კონსერვატიზმმა უნდა ატაროს. ეროვნული იდეა გლობალურ სამყაროში. და ამავე დროს არის ძალიან ბევრი რამ რასაც აი რაც ჩვენს უბრალო ადამიანს არ ესმის და რაც უნდა გააგებინოს კონსერვატორმა იმ ადამიანს. რომ გაცილებით მნიშვნელოვანია ვთქვათ იმისი ანაკლიის სპორტის აშენება, ვიდრე ის რომ ჩვენ ყველა ვიაროთ მაშინ რა ხელსურული ქუდებით. გაცილებით მნიშვნელოვანია ელემენტარული მიზეზის გამო. ჩემთვის პირადად ანაკლიის სპორტი ეს არის სიმბოლო იმისა, რომ ჩვენ გეოპოლიტიკურ ჩიხს თავს ვახცევთ. იმ ჩიხს, რომელშიც აღმოჩნდით კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ. როდესაც ჩავიკეტეთ და როდესაც გავნადგურდით, ეს პერმანენტული ომის და პერმანენტული ტყვეებით ვაჭრობის და ასე შემდეგ მდგომარეობაში ვიყავით, კატასტროფულ მდგომარეობაში ვიყავით. ზნეობრივი გადაგვარების ყველა ფორმა მოვიარეთ. გაიხსენეთ რომ სოლომონ პირველს რომელმაც გადაწყვიტა რომ ტყვეებით ვაჭრობა აღეკვეთა და უპირისპირდა დედა და კათოლიკოსი იმერეთის. კათოლიკოსი და უპირისპირდა როგორი ზნეობრივი გადაგვარების მასშტაბებია. გერმანელი მოგზაური აღწერს დედას როგორ ყიდის ვიღაცა. ასეთი აღწერილობები უამრავი. საშინელები. აი ამ ჩიხს დავახციოთ თავი.
აი ანაკლია სიმბოლოა, ერთ-ერთი სიმბოლოა ამ ციხისაგან თავის დაღწევის. და ქვეყნის მიერ რაღაცა ფუნქციის შეძენისა, გეოპოლიტიკური ფუნქციის შეძენისა, გეოეკონომიკური ფუნქციის შეძენისა. ასე რომ ახლა თუ მაინდამაინც ჩოხებით არ ვლით და ახლა მახსოვს ერთხელ ერთ გადაცემაში ვიყავი მეწვეული და წავყავმა და მეცაშკარად ნაცვამი იყო თავისი უტოპია გამანდო რაზე ოცნებობს, რომ ის ოცნებობს თურმე რომ თბილისის ძველი უბნები ჩაკეტოს ყოველგვარი მოდერნიზაციისაგან, იქ იარონ მხოლოდ ფაეტონებმა და ქართულებმა მითი ჩოხებით და ყარაჩოხებით და ფაფახებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ გასვით. სხვაგვარად ჩვენ აი ესეთ სასაცილო ოპერატულ საყვარელს შევქმნით. მადლობა ზაცა. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. დიახ, ვისიამოვნე, ძალიან სასიამოვნო იყო შენთან საუბარი. სამწუხაროდ მეცაც გავბედავდი სიამოვნებას, მაგრამ დროში ვარ შეზღუდული. დიახ. მეგობრებო, ეს გახდათ ფილოსოფოსი ზაფირალიშვილი, მე ირაკლი მეფარიშვილი. გადაცემა პროექტი ვერიტას შეხვდებათ მომავალ კვირას. ნახვამდის.